ნამახვანის მათ შორის და სხვა სოციალური გარემოსდაცვითი კონფლიქტებიც, რომლებიც წარმოიშვა ბოლო წლებში სწორედ აი ამ ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას უკავშირდება, მაგრამ აი ამ 2022 წლის შემდეგ, რაც ეს ალტერნატიული ენერგიის მიწოდების წყაროების პრობლემები გაჩნდა და ჩვენ ევროკავშირთან ერთად ხელი მოვაწერეთ შავი ზღვის კაბელის პროექტს, უკვე ოფიციალური რიტორიკა სახელმწიფოსი გახდა ენერგოექსპორტზე ორიენტირებული და ჩაანაცვლა მან ენერგოდამოუკიდებლობაზე მიმართული რიტორიკა, რომელთაც ამართლებდა ხოლმე მსგავს კაბალურ პროექტებს, რომლის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითიც იყო ნამახვანი, ხო? ანუ ნამახვანის პროექტმა გამოაჩინა ერთის მხრივ თვითონ ამ ტიპის ენერგეტიკული პროექტების ანტისახელმწიფოებრივი ბუნება, მიუხედავად აი ამ ხელისუფლების რიტორიკისა და აი ენერგოდამოუკიდებლობით შეფუთული სინამდვილეში ძარცვის პოლიტიკისა და მეორეს მხრივ კითხვა დაუსვა მან ეკონომიკური განვითარების იმ მოდელს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ მათ შორის ჭიათურის შემთხვევაში. და საინტერესო ის არის და რატომაც შენი კითხვის პასუხი რატომ ვერ პატიობენ თუ რატომ გაეჭხირათ ასე ეს ნამახვანის, რატო იყო ის მთავარი მაგალითი რეპრესიული კანონების მიღებისას, ხო? ან ხშირად მთავარი სამიზნე და სხვადასხვა ტიპის ძალების გავლენის აგენტობას აბრალებენ იმის მიხედვით თუ თვითონ როგორ უწევთ ხოლმე შეცვლა ამ თავისი რიტორიკის, ხო? ამაზე ჩემი პასუხი ის არის, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა ამ მოძრაობის ძალისხმევით ის, რომ ეს კრიტიკა შინაარსობრივად გაიზიარა ძალიან დიდმა ნაწილმა საქართველოს მოსახლეობის. საფუძველი, ხო, ამ მოძრაობის მიღწევების და შედეგისაც ჩემთვის არ არის ერთი პროექტის გაჩერება, რომელიც უბრალოდ ცუდი პროექტი იყო, ეს არის პარალელურად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახალხო მობილიზაციის და შინაარსობრივი თვითგამორკვევის გამოცდილება, რომელიც შეიძლება დროებით, მაგრამ ამ მოძრაობამ მოახერხა. ეს მნიშვნელოვანი მარცხი იყო ქართული ოცნებისთვის და საერთოდ ზოგადად ამ განვითარების ამ მოდელის ერთგული იდეოლოგიური ძალებისთვის, რაც მხოლოდ ქართული ოცნება არ არის. არის მათ შორის ოპოზიციური მედიებიც და ყოფილი სახელმწიფო პარტიაც და მასთან დაკავშირებული ძალებიც. ამიტომაც შედეგად, როდესაც ამ მოძრაობის მიიმართება ხოლმე ის არის, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ტანდემში ამ ძალების მოქმედებას. მათ შორის ისეთ დაძაბულ ვითარებებშიც, როცა ისინი სამყაროს სასიცოცხლოდ დაპირისპირებულები არიან, როგორც ახლა. უცებ ერთმანეთისთვის ლეგიტიმური ძალები ხდებიან.